მზიამაღლობელთა დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას წერილით მიმართავს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. მისი განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და გაერო არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ბერკეტები სამედიცინო თვალსაზრისით ჩაერიოს ამ საკითხში. ანა დოლიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების დირექტორს მიმართავს მოინახულოს მზიამაღლობელი. მზიამაღლობელის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს პარტია გახარია საქართველოსთვის. ტატა ხვედელიანის განცხადებით, ქვეყანაში პრივილეგირებული პატიმრები არსებობენ. მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 3 წელია შემსუბუქებულ პირობებში იხდის სასჯელს. ამ დროს კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზიამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და 17 დღეა შიმშილობს. ხვედელიანი ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ჯანდაცვის ორგანიზაცია. მისი ევროპის განყოფილების დირექტორი არის ცნობილი ექიმი ჰანს კლუგე და დღეს მიუმართე იმისთვის, რომ ის სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. მას აქვს საშუალება, რომ შევიდეს, მოინახულოს ასევე მზიამაღლობელი. გაეროს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია, ელემენტარული ჩარევა, რომელიც დღეს საქართველოს ძალიან ჭირდება. მზიამაღლობელის სიცოცხლე ეს რამე რაღაცა პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არ არის, მართლაც საგანგაშო ვითარებაა. პრივილეგირებული პატიმარი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, უკვე მე-3 წელია სრულიად უარგუმენტოდ იმყოფება ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, სადაც ის იხდის სასჯელს შემსუბუქებულ პირობებში. მის გამო იწვევენ კონსილიუმებს, ყიდულობენ მილიონიან აპარატურას, სააკაშვილს აქვს წვდომა მედიასთან. ამ დროს კი სინდისის პატიმარი ქალი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მზიამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული და ასევე შიმშილობს უკვე მე-17 დღეა. მიმართავთ ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრებს. სასწრაფოდ გადაიყვანეთ მზიამაღლობელის საავადმყოფოში და გვაცნობეთ საზოგადოებას ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ.